ეთერშია ტელეკომპანია დრო გადაცემით ბიზნესის დრო. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ჩვენ საინტერესო სტუმრებთან კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ მას. მათ ქაბატონი ქეთევან ტომარაძე, განათლების და კულტურის ექსპერტი დავით ასლანიშვილი, საბანკო საფინანსო ინსტიტუტების ფასიანი ქაღალდების ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პრაქტიკოსი მეცნიერი და ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ ხვალინდელ დღეზე, ჩვენ განათლებაზე, ჩვენი შვილების განათლებაზე. Biznesთან მათ ურთიერთობაში და ბიზნესი განათლებული კადრების გარეშე ვერ განვითარდება და ვერ გავხდებით ევროპის წევრები ჩვენი დონით და სულ მუდამ ვიქნებით ბოლო ადგილზე. არ გვინდა ჩვენ ბოლო ადგილზე ყოფნა განათლების დონით და არც გაჭირვების დონით მოლდოვა არის ბოლო ადგილზე და მე ჩვენად ბოლოდან მეორე ადგილები თუ ქართული ხალხი არ არის არმაცი ხალხი, არის ნიჭიერი ხალხი, უბრალოდ სწორი მიმართულების მიცემა უნდა და ვისაც ხმა გამოსაღებ უნდა ამოვიღოთ თქვენი მოსაზრებები, მოგწერეთ, ვიკამათოთ მომზადეთ სტუდიაში, დავდგეთ ერთად და ჩვენი შვილების მომავალი ერთად გადავწყვიტოთ. არ შეიძლება ვიდობა რამოდენიმე დილეტანტზე, რომელიც რაღაც პროგრამას დაწერს, ვიღაცა არ წაიკითხავს, აი ცისფერი მთების სიტუაციის გავსი. ბევრ მოდულარულ პროგრამებზე შევხვდი რაღაც მონაწილეობდი ამ შეკრებაზე, კონფერენციაზე, მე ბევრი დილეტანტი დავინახე და ეს ისე უბრუნდებოდა იბიძაშვილ მამიდაშვილობით და ნეპოტიზმით დანიშნულ ხალხთან დაკავშირებით. ელდარ შეკილაევის მყარი მოდელი შექმნა ცისფერი მთებით, რომ ვერ გამოვედით დღემდე იქიდან. აგვაგიწევს და რეალური სურათი დადო. ასე რომ გავაგზავნოთ საუბარი ბატონო დავით და დღევანდელი გადაცემა რამდენადაც მე მივხვდი ბატონო მამუკა დავითი საუბრობს ბიზნესის პერსპექტივებზე, არა? იქ სადღა მივიდეთ, რისთვის არის ტექნოლოგიური პარკი, აი რა მიზნად იმსახურებს, რომ აი პროფესიული განათლება რამდენად საჭიროა? რა მიზნად, რამდენად ესადაგება ეს რასაც აქ ხდება, იმ ამოცანას რაც ქვია, იქ იმის ხილები რო გავხსნათ სპენელის. რეალურად ესეც კანო პროექტისთან შესაბამისობაზე საუბრობ. აი ეს არის ძირითადი პრობლემა. პირდაპირ გეტყვით, რომ მაინც ძალიან მცირე შანსია რომ თუნდაც პლან პროექტებს თუნდაც მიუხედავად იმ ხელშეწყობის რაც ახლა გამოჩნდა ეს პირველ ტექნოლოგიური პარკზე საუბარი და გნებავთ ამ დუალურ სისტემაზე ძალიან მცირე შანსია ჩვენ მივახციოთ წარმატება. ჩვენ დავკარგეთ ყველაზე ძვირფასი დრო. Am drota. Ანუ ახლა ფინეთზე მოყვები ცოტათი. 50 წლის წინ დაიწყეს ამათ მამის კეთება. ფინეთი საქართველოს ხელა მოსახლეობის ხელა ტერიტორია. არაფერი რა აქვს ახლა ხეთყის გარდა რამე თუ გააჩნია მე რაც ამ მსმენია ესეთი მე ნედლეული. კატასტროფული პირობები. 22 ტექნოლოგიური პარკი აქვს. 20 უნივერსიტეტში. აი წარმოიდგინეთ. ეხლა ანუ ძირითადი დაბანდება მიდის ამ ქვეყნებში ახლა. ჩვენთან რომ ამბობ დრო დავკარგ, ანუ ჩვენ გქონდა კიდევ ერთი შანსი, ეს იყო როცა თქვა ეს კოჰაბიტაციური რეჟიმი თუ რაც 2013 წელს რაც დასრულდა, აი 2 წელი სანამ აი თქვა გულწრფელობა ახალ პრემიერ-მინისტრ, ექს-პრემიერ-მინისტრის პერიოდში რამე გაკეთებული. სამწუხაროდ მე ჩემპირად სუბიექტური მოსაზრებამ კატასტროფული შედეგი დადო აი ამ ექს-პრემიერის საქმიანობამ საქართველოში. განსაკუთრებით ჩვენ ახლა მე არ მინდა შევადარო ახლა რაღაცა ჯაბაიოსელიან თენგისკიტოვანის პერიოდს, მაგრამ აი იმით რაც ჩვენ დავკარგეთ, აი კიდევ ერთი შანსი, ბოლომდე დავკარგეთ. ნაცვლად იმისა რომ 13-დან აი ამ 15 წლის პერიოდში რამე გაგვეკეთებინა, აი ამ კუთხით არაფერი არ გაკეთდა. აი კლავ ნეპოტიზმი, კლავ ეს თქვა ესეთი უძრაობის ხანა დავარქვათ ასე და სრული რეგრესი განვიცადეთ ყველა მიმართულებით. ეხლა რა გააკეთეს, ანუ რაში დებენ ფულს და რაში არის თქვა აი განათლება, ანუ ძირითადი რესურსის დაბანდება ეხლა ხვდებით უკვე აღმოჩენები აღარ დარჩა. ანუ ხდება დაბანდება უნივერსიტეტებში, კვლევითი ცენტრები. ეხლა კვლევით ცენტრებში საუბარია რომ აი ეს ინფორმაციასთან წტომა, უმაღლესი დონის კვალიფიკაციის დიდი რაოდენობის ხალხს შორის კონკურენცია. ცენტრი ფაქტურად გაუქმებულია. უნივერსიტეტებზე მაქვს საუბარი და შიგნით არავინ აღარ აღმოაჩენს რამე ველოსიპედს ახალს. საუბარი არის არსებულის მოდერნიზაციაზე და ახლებურად მის წარმოდგენაზე, რომ ჩვენ ამითი ბაზარი დავიკავოთ. იმით რომ ფორთოხლით რა ვიცი მე იქ თაფლი და სხვა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ ამით ვერ ვიცხოვრებთ. ეს ყველა
ნუ წყალის კი ბატონო ეს მე იქამდე მიდის საქმე გერმანიაში მაგალითად რომ წყალის გადამოშობა იმ დონეზე მიიყვანეს რომ მაინც თავისი წყალი ყველამ შეგა ფაქტურად შეუძლია ნებისმიერი ვთქვათ არ ვიცი მე ქვიშისგანაც შექმნან უკვე ღირებული პროდუქტი ანუ თავისი ამ გენური ტექნოლოგიების გამოყენება ანუ ეს საუბარი არის აი ეს ეპოქა რომ აი ვთქვათ ქვეყნები ჩამოკიდებულია ნავთობზე ჩამოკიდებულია რაღაც ეს ეპოქა ნედლეულზე ჯერჯერობით არ დამთავრდა მაგრამ წარსულს ბარდება ესე ტვინების ბრძოლა და ჩვენ ამ დროს ტვინები და რესურსები არ დაჭირდება რუსეთს უამრავი რესურსები აქვს საწაიღო აი მაგაშია პრობლემა რომ არ აღარ აი ეს პრობლემა დაუდგა რუსეთის უფუნქციოდ ეს რუსეთ აი ეს მენტალობაც მოგდა აი საბჭოთა კავშირი ჩვენ ამდენი ტერიტორია რესურსები არავის აღარ ჭირდება იქნებ კოსმოსის ათვისებაზე გადავიდეთ არა ჩვენ ახლა მინიმალურზეც ვერ გადავედით აი თქვენ რაც მოყევით უკვე და კოსმოსზე საუბარი ზედმეტი ახლა ანუ აქ ახლა როგორი ანუ დაბანდება ხდება რა ამ უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფო ბიზნესთან ერთად ქმნის სპეციალურ სიტრა ქვია ფინეთი მომეწონა ძალიან კარგად განვითარებული სიტუაცია და ის ხელშეწყობი და სახელმწიფო პოლიტიკას ასობით მილიონი ევროს ოდენობით განსაზღვროს რომ აი მაგათ უნდათ რომ მოწინავე იყვნენ ფინეთი აი ფინეთს ვერ და რატო გაიქაჩა მაშინ ფინეთი დავარქვათ ასე და ანალოგურად ესეთი რომ ამბობ დანია, ჰოლანდია, ბელგია, სამხრეთ კორეა გაშვილი საუკუნის 50-იან წლებში არავის არ ქონდა იმედი რომ სამხრეთ კორეა რაღაცას ქვეყანა იყოს საერთოდ და რაღაცას წარმოადგენდა და რა იქნებოდა ახალი ტექნოლოგიები აი ეს უმაღლესი დონის კი ბატონო ჩაიცვეს ხელთათმანები კორეელებმა დაიწყეს მუშაობა ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და ისეთ წარმატებებს მიაღწიეს რომ ეკონომიკურად ერთ-ერთი მძლავრი ქვეყანაა დღეს დიახ ანუ ჩვენი ამოცანა ზუსტად პრობლემა არის ეს რომ მაღალი დონის კვალიფიკაციის ბაზარი უნდა შექმნათ აი შრომის ბაზარი აი ეს არის რომ ინფორმაციაზე და ისიცახით ხო თქვენ რომ აი სტუდენტი სწავლობს თქვენ ასწავლეთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან კარგად მე ტექნიკური სხვადასხვა ვასწავლით კარგად მაგრამ არის თეორიული ცოდნა ის პრაქტიკის გარეშე არის ჰაერში გასროლი ფუჭი შრომა. აი პრაქტიკაში უნდა დაეხმაროს ბიზნესი და სახელმწიფო ვალდებული უნდა იყოს. არა 160 ლარად მომიმზადე, 160 ლარად არ მოგიმზადოს. კარგად ისიც საბანკო სექტორი მის შეუშვებს ოპერატორიდან დაწყებული გინდა კრედიტ ოფიცერი. არავინ არ მოცდება, არც ის ბუღალტერი არ ასწავლის, რომ იმა თავისად აი პარადოქსული სიტუაცია ჩვენ ახლა პროფესიულ განათლებაზე ვსაუბრობთ პრობლემებია მაგრამ წამოდით გდანის საზოგადოებრივ კოლეჯში ერთ-ერთი პროგრამის ხელმძღვანელი უმაღლეს დამთავრებული სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიას უნივერსიტეტი ბენდუქიძის სხვადასხვა უნივერსიტეტი სწავლობენ პროფესიულში რო შევეკითხე რა გინდათ აქ მეორე წრეზე მიდიხართ რა ვქნათ დიპლომი გვაქვს მაგრამ პროფესია არ გვაქვს ეს ფაქტორის არ არის გასაგრა მუდმივი პერეკვალიფიკაცია და დამატებითი ტრენინგი ის მიღებული პრაქტიკამ იქაც იციან რაც არ უნდა ვისწავლო შეიძლება ის სფერო უკვე გახდეს ნაკლებ ღირებული მეორე გარშე და უზარმაზარი თანხები იხარჯება კვალიფიკაციაში ტრენინგში 40-45 წლის ხალხი ისულია პროფესია და გაგვიკვირს ეს არის სოფლიო ტენდენცია ეს არის სოფლიო ტენდენცია ეს არის სოფლიო სპეციალობას რო სწავლობ საბუღა ეკონომისტი და ბუღალტერიას გადიხარ ის შენ ესე იგი ვერ გაიარ და პრაქტიკულ ბუღალტერიას უკვე გადის რომ დასაქმდეს ეს ყოველ შემთხვევაში პროფესიულებს უპირატესობა აქვს პრაქტიკულ თუმცა მათაც უჭირს აქ რაღაც სახელმწიფო დონეზე აი როგორც იძახით უნდა ვალდებული იყოს ის ბიზნესი რომ თხოვ ამდენ კადრს შენ მომიმზადე შენი კადრი ხო გინდა მე თეორიულს სწორად აღნიშნე პრაქტიკულად გაატარე ხო ბატონო აი აი მან დაგვაქვს დანგრეული ხიდი რაც მე უკვე ვახსენე ექსპრემიერი კიდევ დავამატებ რომ ის პერიოდში მოხდა მთავარი კატასტროფა რამაც ეს ხიდი და ანუ მანქანა რო დავქოქოთ ჭირდება გასაღები ჩვენ ეს მოვსპეთ 2014 წლის შემოდგომიდან მოყოლებული ჩვენ საერთოდ მანამდეც კაი არ ადგა მაგრამ ბოლომდე მოისპო ის აი ეს რო ვინ ბიზნესზე რო ლაპარაკობ როგორი ბიზნესია თუ ხვდებით აი რო ამა თქვია ვენჩურული კაპიტალის მქონე ბიზნესი ეს არის რა ანუ მდიდარი ხალხი ანუ თქვა რესურსის მქონე ხალხი ვისაც უნდა უფრო მეტი გაკეთება თუნდაც უფრო მეტი შოვნა და ბიზნეს იდეებს ეძებს საქართველოში არავინ არ ეძებს ბიზნეს იდეებს ჩვენ გავანადგურეთ ცნება საფონდო ბაზარი ჩვენ გავანადგურეთ ვენჩურული კაპიტალის კომპანია რასაც ქვია საბროკერო კომპანია საინვესტიციო ბანკი დამოუკიდებელი კომერციული ბანკისგან ჩვენ
წინა ექს-პრემიერის პერიოდში განადგურდა სრულად საფონდო ბაზარი გადაეცა ბანკებს. სრულად. ჩვენ დავბრუნდით არა, კონკურენცია არ არის საუბარი. ჩვენ უარი ვთქვით საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესზე. ანუ აი ეს კომპანიების მონოპოლისტი, არის ნეპოტიზმი, სხვა მონოპოლია, მონოპოლიებია. ხო, რეალურად არის. ნავთობი მონოპოლია აღიარა სახელმწიფო. ანუ ნავთობში რა სიტუაცია ერთი წუთი ჩაგერთვებით, აღიარა კარტერული გარიგებებია, ერთ ფასი არ შეიძლება იყოს ყველა ფიზიკა სამოსით და ანტიმონოპოლიურმა დააჯარიმა 50 თუ 55 მილიონით იმას დააობე კიდევ და მოხდა რა გავედი მეორე დღეს ნავთობი 21-იანი გამიხარდა ბატონ დავით რომ აი ამშავდა ყველა ბენზინგასამართი დაკეტილები მონოპოლისტის შიშით მიშას სააკაშვილის ვერ გახსნით აი საბაზრო ეკონომიკა იმიტომ მე მახსოვს 2008 წლამდე ყველასო შეეძლო შემოტანა 4-5 ოჯახის ცხოვრობდა ერთი ბენზინგასამართი. ეს ეზერაში მოერთხელში მოაქცია. აი გამწყიდა საქართველოს მიფიქრე, აი დაიწყო საბაზრო ეკონომიკა, მაგრამ რომ დაუკვირდი და გავიკითხე, გავისაუბრე. ის ეკონომია არის, ის მისოლის შვილობილია, ის გალფის, ის სხვადასხვა რომპეტროლის მათმე შექმნეს კონკურენტები ბრენდულში 20 თეთრი იგივე ნავთობი. აქ იაფირო, აი დასანახად, ხო, ფასადური დემოკრატია ეს. ფასადური საბაზრო ეკონომიკა. ყიდის ეს უბრალოდ ხედი არ უწყობს ხელს, ისე ლამაზად არ არის, მაგრამ ნავთობი მე მაინტერესებს, ნავთობი მივედი ბანკარაში ჩაუწყვის საწოლი. იგივე ხარისხის საწოლი გვიდევს და ფასები აიხლა სხვა. კიდაც სხვადასხვა ფასები. ესეც ხელოვნურად შექმნეს. როგორც ხელოვნურად ამერიკელებმა ჩაწერეს 2003 წელს შექმნით ოპოზიციაო სააკაშვილის პირდაპირ ხელო ჩაუწერეთ, რომ სხვა ვერ მივიდეს. ეს არის გათვლილი, რომ ის ოპოზიცია რომ შეიცვლება, მერე შეიცვლება, ეს არის შექმნილი ოპოზიცია. დიახ, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია, ეს ტრიბუნა არ კონდეს და ამბიცია არ კონდეს, რომ პარტია შექმნა და არც გაზეთში დაგიბეჭდა, არც ტელევიზიაში. ეს ნამდვილად თავისუფალი ტელევიზია და არ ვაკეთებ ამ ტელევიზიაში ჩემი ქება არ ჭირდება მე აი ესე მოვედი რომ არ დამიბეჭდეს სტატია ბატონ მალხას უთხარი მე ვუთხარი აი ესე ერთ-ერთ გაზეთში იყო და ორმა ბანკმა იყიდა გაზეთი და კორესპონდენტი მეუბნება თქვენზე ვეღარ დავჭირეთ აი ვიზა თქვენ წერდითო მონოპოლისტი მათ მოგვიყიდესო ფული ვიშოვეთო საბაზრო ეკონომიკა თქვენ დაამთავრეთო აი პირდაპირ მამუკა ხუციშვილი ამ გაზეთშიო არ ვასახელებ შეგრებულად იმ გაზეთს აღარ ეს რომ მოუყვე ბატონ მალხაზმა პირდაპირ მომცა ეთერი აგეთ გამოდი და ისო ხო ესეთი ტელევიზიები იშვიათია ხო სულ არ არის ვერ ვიტყვით ხელზე ჩამოსავთე ძირითადად არის ფულზე ორიენტირებული და მონოპოლისტებზე რაღაც სტატია მივიტანე მეორე გაზეთში ცნობაში იქ საქართველოს ბანკზე არა გენეცოლის მაფინანს როგორ დიდი რედაქტორი შეშფოთდა შეწუხდა გეთახმებითო აი ზუსტად პასია ქაღალდების ბაზარზე და როგორ წაართვეს როგორ ჩაიგდეს ხელში მაგრამ კარგად ზარდებოდეთო ეგ თემა ბრეჟნევის ეპოქაში ვარ ბიზნესი მონოპოლისტი მართავს ტელევიზიას გაზეთს სახელმწიფოს ფართები წეღავს საუბრობთ ფართები აღარ ხირავდება თავისუფლად ცირე ბიზნესი აღარ მოკლეს ცირე საშუალო ბიზნესი და რჩებიან 1-300-500 კაცი დიდარი და ესეც ყრარად უყუროთ ხო არც გამოთქვა პროტესტი არ დავინახავ აი ასე ხდება დემოკრატიზაციის დემოკრატიის იდეის ქვეშ სხვანაირად გავიგეთ ის იდეა სხვანაირად გავიგეთ დისკრედიტაცია ხდება დისკრედიტაცია ანუ მანქანაში ჩავსდეთ თქო გასაღების გარეშე ვაკეთეთ იმიტაციას რომ უკვე დადის და მივდივართ ვატყობთ დიახ აი ეს ძირება გები ყველაფერი იმიტომ რომ მამოძრავებელი ძალა აი ბიზნესი ეს არის ვენჩურული ანუ იმან უნდა მოძებნოს ეს გავანადგურეთ იმიტომ რომ კონკურენტებმა ჩავაყლაპინეთ დავაბრუნეთ მე-19 საუკუნეში მანქანა მიდის თავისით და იჩეხება ფულების წერას აზრი შედეგი აღარ ექნება ანუ აი იმიტომ აღვწერე მე იქ რა ხდება და სად მიდის ის ხალხი და სად წავედით ჩვენ არ ვიცი და ეს განსაკუთრებით კატასტროფა მოხდა ბოლო აი ამ 2 წლის მანძილზე გულისხმობ 13 და 15 წლის მანძილზე ბოლო აი ეს ბოლომდე განადგურდა ყველაფერი აი ბოლომდე აი რასაც ვქვი რაც ვერ გაბედეს კიდე მადროს შეირყა ზუსტად გულისხმობ სააკაშვილის პერიოდში აი ეს ვენჩურული კაპიტალიზმი და საფონდო ბირჟის იდეა 2007-8 წელს ბენდუკი იქ რაც ვერ მიიყვანეს ბოლომდე აქ ბოლომდე დაღი დასვეს 2014-15 წლებში
აი ეს შედეგი მივიღეთ. არ და ფასიანი ქაღალდებია მომავალი ხვალე და არც იციან ახალ. აი ეს არ ესმით უკვე რაზია საუბარი ანუ ქვეყნის გადარჩენა არის ფასიანი ქაღალდი ეს უცხო ხილია არ გამიგია. აუ ეს გონიათ რაღაც ჩინური ეს რაზე ლაპარაკობს იმიტომ რომ უკვე აი ის რომ ეს დაიძრას ჭირდება რომ ამის არსებობა ვენჩურული კაპიტალის საბროკერო კომპანია ვინც უკვე ეძებს იდეებს და უკვე ეს იდეების საფუძველზე შეიქმნება ეს კომპანია მე ის უკვეთავს მე ისეთი კადრები მინდა და თუ ის მოვსპეთ ის უკვე აღარ იმას არც კადრები ეს უკვე ფურცლები არავის არ ეს უკვე არის როგორ გითხრათ აი თქვათ ნიანდერტალელი გადაქცეულია ბავშვის მაკულატურად არის გადაქცეული აი ეს შედეგი ორი ლონდონის ბირჟის მონაწილეა საქართველოს ბანკი და თბილისის ბანკი სასახელოა რომ მონაწილეობს კი ეს ორი მონოპოლისტური კომპანია აქ არ ყიდის აქციებს და ბიზნესი თქვენ ბაზის მონაწილე ხართ თურმე საქართველოში ფული არა აქვს და ფულს აქ შეულობენ ამ ხელა 100% ფულს აქ შეულობენ და არა ტიბისის ეხება პირველ რიგში იმიტომ რომ საქართველოს ბანკმა ჯერ გაიარა და დამოწურა აქციები და წავიდა ლონდონში ამან ახლოს არ გააკარა თავის აქციები აქვე ადგილობრივ ბარსას და ბირჟას ხო და ამ ბანკებსაც რომ ლაპარაკობთ უნდა ვთქვათ 96% უცხოელია ოფიციალურად დიახ უკვე ანუ ვერ დავაბრალეთ რომ ადგილობრივი საქართველოს ბანკს მას არც იმ უცხოეს მოგების მას არც კურსი არ ინტერესებს რაც უფრო აიწევს და მეტი მოგება და არ დახული მოგებები ნახეს ბანკებმა ფაქტობრივად ორ ბანკზე მუშაობს მთელი საქართველო იმ ბანკსა თავის უნივერსიტეტი გახსნა და რაღაცას ერთ-ერთი ბანკი ყველა სფეროში შეიძლება ბანკმა მედიცინაში ძლიერი იყო ბავშვთა პედიატრიაში მონოპოლისტი იყო სამშენებლო კვადრატი ამ ყველაფერზე განათლებაში ფაქტიურად წილებშია გუდვილის შეათი მისი სხვა ბენზინგასამართო ყველას გამოვიდა რომ ორად ორი ჯგუფია ჭკვიანი დანარჩენი ყველა სუსტები არიან და ბიზნესი არ ვიცით საქართველოში არა და შედეგი მივიღეთ ის რომ აი ანუ ბანკებს უკვე რამოდენიმე ვთქვი რომ 16 მილიარდის სესხის სამართოდ გირაოში უდევთ სექტემბრის შედეგია ჯერ კიდევ უფრო მეტი გახდება 300 მილიარდ ლარზე მეტის ქონება 300 მილიარდი ლარის მთელი ბიზნესი უკვე ჩაგირაებულია ჩვენ რა ბიზნესის განვითარებაზე საუბრობთ მივადგეთ პედაგოგია ორი არა სამხელა პროცენტებში ძირითადად სამი ბანკია ძირითადში რომლებიც საქართველოს უკვე გირაუშია მორჩა ისინი უცხოელები არის გაყიდული ეს საქართველოს კალბატონკე ეს ქართველის ხელში კი არ არის კი ეს უკვე იმის ხელშია ვიღაცის ხელში ვართ ისე ჩუბად ქართველის ხელით გაკეთა რა თქმა უნდა ეს და იმათ უკან ნაწილი ქართველი ეს არის სახელმწიფო აზროვნების და სახელმწიფოს პატრიოტიზმის არ მქონე ხალხის მიერ მოხდა ის რაც მოხდა უკვე და რასაც ვერ დაიბრუნებ იმას მოდით ნუ დაიჯერებთ ახლა შეთქმულების სიტი პარკი ვერ შევცვალეთ სიტი პარკი ქალაქის მერიას ხელმძღვანელთან გქონდა რა ვქნათ გარბის უცხოეთში და 30 მილიონს ითხოვს ისინი ხელშეკრულება ისეთი დაიდო წინა დროს რომ სიტი პარკია 30 მილიონზე ვერ შევიდა ახლა მილიარდიან ბანკებს რამე შეუცვლით ორი წუთი დაგჭირა ბატონ დავით აგართით რომ მაგრამ საქმე ის არის რომ სახელმწიფოს გამოვაცალეთ იდეოლოგია ანუ საძირკველი გამოვაცალეთ და ყველა სფერო აბსოლუტურად პოლიტიზებული გახდა. და ჩვენ მოქალაქეები არ ვარ დამნაშავე, ესეც ნარამზი ვარ აბსურდული სიტუაცია. ჩვენ არ გვაქვს მონაწილეობა ფარული მაინც მიღებული, რომ ხელი ჩავიქრიეთ. მიმართეთ, ავირჩიეთ და იმ ერთმა კაცმა როგორც მოვიდა შევანაძე გვიშველის თავის დროს, შემდეგ ვიშა ყველაფერს გადაწყვიტა, შემდეგ ბატონი ერთ კაცზე ჩვენი ფსიქოლოგია თქვა. ჩვენ მოქალაქეების ჩამოყალიბებაზე კი არ ზრუნავთ ამ 25 წლის მანძილზე. არამედ აი საარჩევნო მასის რაღაც. ხო, რომელიც ადვილად მოსატყუარი ხალხი გამოდეკით, ის მოგვატყუებს, მე ეს მოგვატყუებს. რაც უფრო ნაკლები მოთხოვნა იქნება, რომ იაფად რაც უფრო უვიცი იქნება, გაუნათლებელი იქნება. აქე წავედით ჩვენ, ხვდები აი კარდინალურად განსხვავებული. ბოდიში და დაჩმორებული იქნება ჟარგონი რო ვიხმაროთ. საქართველოს ისტორია არ ეცოდინება, მხატვრული ლიტერატურა წაკითხული არ იქნება, ზოგადი განათლება არ იქნება. ეს გული არ დაეწვება ხა თქვენ განათლებულები რომ მზადები და იცით საქართველოს დავითის დრო იცით, ვახტანგის დრო იცით, დემეტრე თავდადებული ვიცით ეს ხო? თუმცა აქ კიდე დავამატოთ რომ ჩვენ ადამიანის ბრალი საშორს არის.
ამ გმირობისკენ, ამ თავდადებისკენ ხომ ეთახვედით, ხო? მაგრამ მარტო ამაზეც უნდა ვუბრალოდ, ანუ თვითონ ეს ჩვენი მოსახლეობის ბრალცა ინტერნეტი, კომპიუტერი უკვე ყველას აქვს. ანუ თვითონაც აი არ ვიცი რა დავარქვა ამას სიზარმაცე საერთო, რაღაც აპატია, შეუძლია ადამიანი იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული რა ხდება ტრენდებზე, რა თვითონ აი ინიციატივის არ კრეატიული აი თქვა მასა ის მცირე საერთოდ აღარ არის. თითქმის აღარ. საყოველთაო დეპრესია. აი რაღაც ამდაგვარი სიტუაცია შეიძლება. მაგრამ თვით გადარჩენის ინსტინქტი ხო არ არის, აი ცუდი შედარება რა, კაცში რომ ირთხებს შაღრიან და თვით გადარჩენის ინსტინქტი რო იყოს გამოვარდებოდა ქუჩაში. იქნებოდა უფრო ისეთი აქტიური იქნებოდა. არსებობის პურის მიტანის და მასივის დონეზე უფრო ამ დეპრესია ამდენი უდმედგაცრუების შემდეგ ანდა ეს კლასი წასულია, თქვა კლას საზოგადოების ნაწილი წასულია უკვე აქედან. გაეცალა ამ ქვეყანას. მილიონი ახევარს უკვე დატოვებული აქვს და აი 15 წამი კიდე ახლა იმ კვირას იქნება თუ შემდეგ კვირას იმ კვირას საკმაოდ მაგრამ მოაზროვნე ნაწილი იცით აი მუცხოვეთიდანაც გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან რომ გამოცოცხლდით დაიწყეთ მოძრაობა და თქვენთანა ვართ და საჭირო მომენტში ჩამოვალთ და კი არიან ასეთები მაგრამ ნუ აი ეს არშველის ეგ საქმე სამწუხაროდ ამბრაზურის როლის შესრულება ესე თქვა შეწახილი და ერთი სიტყვით საქართველოს არის რამდენიმე კაცის ხელში რამდენი ჯგუფის 300-400 ოჯახია ბედნიერი ეს არის ჩვენი აი 25 ოჯახი შედეგი ბანკები ბანკების აი ამ შედეგში ჩვენ ახლა უნდა ხო და აი ამით აი ასეთი დოკუმენტებით ჩვენ უნდა განვითაროთ სამწუხაროდ შედეგი იქნება იმიტომ თქვით ძალიან მცირე შანსია რომ რამე შედეგი და ზედაეშებები და პროფესორას თუ გამოსთან შეაუტარებ და ტესტირებას ხო იმით განათლების დონესაც პროფესორას ვერ შეცვლი რაც არის და ის მაგრამ ჯერ საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი რეფორმები და შემდგომ უნდა მოხდეს და იცით ფასადურობას უნდა დავანებოთ თავი აი ფასადური პოლიტიკა, ფასადური რეფორმა, აი ყველაფერი, აი რაღაცა ფასადურად სამშობლოს სიყვარული და ვატყუებთ, ნუ რაღაცა იძირება გები, მაგრამ ყველაფერი რიგზია ეს. აი იცით რა არის კიდევ, აი შუა საუკუნეებში იყო ასეთი ტერმინი, ბრიხვთა ხომალდი. აი ესეთი ცნება. რა არის ახლა ეს ბრიხვთა ხომალდი? ხომალდში სხედან ოკეან გაშლილ ოკეანეში და მიდიან, მაგრამ სად მიდიან არ იციან. ცურავს ეს მიდის და ეს არის ბრიხვთა ხომალდი. როდესაც მიზანი არ აქვს, სად მიდიხარ, რატო მიდიხარ, ისთვის მიდიხარ, რა მოტივი გაქვს. აი ეს არის. გავდოკეთებად ჩვენი გადაცემის ფორმატი გვეუბნება საინტერესო საუბარი და დავასრულოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ საუბრას. შეიძლება ერთი კვირის მერე არა, ორი კვირის მერე შევხვდეთ ძალიან საინტერესო სიუჟეტს გვირდებიან იქით შაბათს. ჩემი ადვოკატი ესეთი სამსახურია იცით, ქალბატონო მარიამ ბერიძის სამსახურმა საკმაოდ წარმატებული საქმე მოიგო და დავაანონსებ შემდეგ შაბათს სახელმწიფოს მოქალაქეებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო და მოქალაქეებს მოაგებიეს ძალიან საინტერესო პროცესი და უფლებები დაიცვა მას. ყველა უნდა გამოწვევს ერთობა ქალბატონო. თქვენს დრო გამონახეთ მოხვედი ბატონ დავითმა გამონახვა ის და დავჯდეთ სხვა ტელევიზიებმა. ეს ჩვენია, ჩვენ თუ არ უშველთ, არავინ არ მოვა ამ ქვეყანას სხვა არ უშველთ და შევეცოდებით უბრალოდ შეიძლება ზოგს არ შევეცოდოთ და უხარია ჩვენ წარსეული საქართველო ბევრი ამისთვის აუცილებელია შინაგანი კონსოლიდაცია, პატიება, ერთმანეთად ქვეყნის სიყვარული, გვერდში დგომა, არა კილიკი, იდეის გარშემო გაერთიანება. როგორც ჩვენ აი სახელმწიფოებრიობის პრობლემა უფრო გვაქვს აი ამ შეგნებით. სამწუხაროდ აი შედეგამდე, იმიტომ რომ თქვა აი გერმანიას თუ იმ ხალხს აი მრავალი წელი ერთობა, იდენტობა გააჩნია და ჩვენთან ეს პრობლემა იყო მაღალ დონეზე და აი ეს განათლების პრობლემა. უკვე შედეგებს აი ეს გვაძლევს 25 წლამდე თაობის განათლება ძალიან დაბალზე, როცა წიგნიერება დაიკარგა და როცა ისტორია დაიკარგა საქართველოში, რას კარგავს ის ვერ ხვდება ეხა. ანუ აქ იცხოვრებს თუ საფრანგეთში, ზოგი თუ იტალიაში, ვერუსის იქ კარგია, ფოჩიანი კამფეტებია და იქ ურჩეთა. კარგით, დავიმშვიდობო ტელემაყურებლებს, დიდი მადლობა. ჩვენი სტუმრები იყვნენ ქალბატონ ქეთევან ტომარაძე, განათლების და კულტურის ექსპერტი, ბატონ დავით ასლანიშვილი, საბანკო ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო გადაცემა მივყავდა მე თქვენ მონამორჩის მამუკა ხუციშვილს. კარგად მზადდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე, ჩვენი საუბრები აუცილებლად გაგრძელდება ამ თემაზე.